ვარშავას სტუდიაში ვაშინგტონიდან შემოგვიერთდება ჩვენი კოლეგა Independence Avenue მედიას თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი რედაქტორი ქართლო შარაშეინძე. საუბრის თემა საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობები იქნება. მიმდინარე თვის დასაწყისში საქართველოს კონგრესის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. 4 ივნისს წარმომადგენელთა პალატის შეერაღებული ძალების კომიტეტმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს შესახებ ორი შესწორება დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას ასახავს და იქ აქ საქართველოში რუსეთსა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების გამოვლენას ეხება. 8 ივნისს კი წარმომადგენელთა პალატამ წინააღმდეგობის გარეშე მიიღო კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტი. ქართული ოცნება ტრადიციულად შეეცადა ეს მოვლენა გაეუფასურებინა. როგორი აქტის მნიშვნელობა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამოჯობესების პერსპექტივა ქართლოს უთმობ ახლა ეთერს. ქართული ოცნება ცდილობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გაუმჯობესოს. ინტერესს ვაშინგტონი ცავლენს, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია ამას ქართული ხალხის მიტოვების ხარჯზე არ გააკეთებს. ასე აღწერენ ორ ქვეყანას შორის არსებულ ამჟამინდელ დინამიკას ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები. ამერიკელი ყოფილი დიპლომატები გვეუბნებიან, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს შესახებ ახლახან მიღებული აქტი არის მარცხი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევისთვის. ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა მისთვის სასურველი პირობებით აალაგოს. ეს კონგრესში არსებული მზარდი იმედგაცრუების ნიშანია, რაც შეერთებული შტატების მიმართ თბილისის რეჟიმის არაკეთილგანწყობილ და გარკვეულწილად მტრულ პოლიტიკას უკავშირდება. ამერიკელ კანონმდებლებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში პრობლემასთან გასამკამებლად ყველა საჭირო ზომას ვიღებთ. ცხადია, ეს მარცხია ივანიშვილის ძალისხმევისთვის. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გაუმჯობესოს მაშინაც კი, როცა მისი პოლიტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს. ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების დამყარებას. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას აქ ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, მაგრამ თუ მისი მიზანი მხოლოდ დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვება, ეს არ იმუშავებს. კარგად ვიცნობ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რიტორიკულ სტილს. დიახ, ისაუბრობს სუვერენიტეტზე. ამბობს, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, ჭკუას ვერავინ დაგვარიგებს. დიახ, ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ შეერთებული შტატებით სუვერენული ქვეყანაა. საქართველოს შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ჩვენს გადაწყვეტილებებს მივიღებთ. თუ კობახიძე ყვირილის გარდა ფიქრსაც მოისურვებს, მიხვდება, რომ აქ მისთვის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ქართულ ხალხს უბრალოდ მიატოვებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკაში, საქართველოს აყენებს პოზიციაში, როცა მასთან მჭიდრო ურთიერთობა შეერთებული შტატების ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც რთული იქნება. კობახიძეს ვეტყოდი, ნამდვილად დარწმუნებული ხართ რუსეთზე გაკეთებულ ამბსონში. ნამდვილად დარწმუნებული ხართ პუტინზე გაკეთებულ ამბსონში. როგორ მიდის მისი საქმე უკრაინაში? ეს თქვენ წარმატებად გეჩვენებათ? იქნებ მაინც ღირს ალტერნატივების დატოვება. ახლა ირანთან აპირებთ დაკავშირებას. ამაშიც დარწმუნებული ხართ? ჩინელებს მისცემთ საშუალებას თქვენი ინფრასტრუქტურა შეისყიდონ და კოლონიასავით მოგექცნენ? ამაშიც დარწმუნებული ხართ? მთელი ეს საუბარი საქართველოს სუვერენიტეტზე არ შეესაბამება პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ჩინეთს უმორჩილებს. და მთელი ეს საუბარი ქართულ კულტურაზე ასევე ძნელად შესათავსებელია იმასთან, რომ ირანულ სტრუქტურებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად იმოქმედონ და დაიწყონ რადიკალური შიიტური ჯგუფების დაფინანსება, რომლებიც ანგარიშვალდებულები იქნებიან არა თბილისის, არამედ თეირანის წინაშე. ვფიქრობ, ქართველები ამას გააცნობიერებენ. ჩინეთი ცდილობს ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლებიც მას პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებზე მნიშვნელოვანი კონტროლის ბერკეტებს აძლევს. საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი პრობლემაა, მაგრამ არის კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას კულტურული და პოლიტიკური განზომილებაც. ჩინეთი მკაცრად ავტორიტარული რეჟიმია. ქართულ ხალხს დემოკრატია სურს. ქართველები სრულიად სამართლიანად საკუთარ თავს ევროპელებად მიიჩნევენ. მათ სურთ ევროკავშირის წევრობა, მათ სურთ დემოკრატიული ქვეყნების კლუბის წევრები იყვნენ. ჩინეთი ამ კლუბის წევრი არ არის. არ ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში ამ დემოკრატიული კლუბის წევრია, მაგრამ ქართულ ხალხს ძალიან სურს ამ კლუბის ნაწილი იყოს. ამერიკის სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებთან თბილისის დაახლოების შესახებ არსებული ფაქტები და მოსაზრებები საქართველოს სულ უფრო ხშირად აქცევს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ მიმდინარე დისკუსიებში, როგორც კონგრესში, ასევე ანალიტიკურ წრეებში. მადლობა, ვაშინგტონიდან საუბრობდა Independence Avenue მედიას თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი რედაქტორი ქართლო შარაშეინძე.